საღამო მშვიდობისა, დღეს ჩვენ არა სივრცეში, არამედ დროში ვიმოგზაურებთ. თვალებს დავხუჭავთ და 4 ივნისი მილიარდი წლით უკან ჩვენი ისტორიის დასაწყისში, კოსმოსურ მტვერსა და გაზში გავფრინდებით, რომელმაც თქვენი სხეულის ყველა ნაწილი კიდე ჩვენი პლანეტის ყველა ქვა შექმნა. წარმოიდგინეთ ბნელი, დაუსრულებელი სიცარიელე, ნელ-ნელა შესქელებული ნისლით. ეს მხოლოდ ნისლი არ არის, ეს არის უზარმაზარი, ბრუნავი აკვანი წყალბადის, ჰელიუმის და მძიმე ელემენტებისგან, რომლებიც უძველესი, დიდი ხნის წინ მკვდარი ვარსკვლავების მიერ იქნა გამოტყორცნილი. იგრძენით, თუ როგორ უკავშირდება თქვენს ოთახში ყველაფერი, თუნდაც საბანი, რომელსაც ატარებთ, თავის არსებობას ამ მომენტს ჩვენი მზის სისტემის დაბადებას. თუ მოგწონთ, თუ როგორ გაშორებთ ეს ისტორიები ყოველდღიური რუტინისგან ძილის წინ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. კომენტარებში გითხარით, რომელი კოსმოსური ან ისტორიული საიდუმლოს ამოხსნა გსურთ შემდეგ. მაგრამ ახლა უბრალოდ მოკალათ დიდ კომფორტულად. იგრძენით თქვენი ვალიშის რბილობა, მიეცით თქვენ სხეულს მოდუნების საშუალება და იმოგზაურეთ ჩემთან ერთად ამ პირველყოფილ ქაოსში. ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ. თქვენ დგახართ იმ ადგილას, სადაც ჩვენი ვარსკვლავი, მზე ახლა ხანაინთო. ის ჯერ არ ანათებს ისე, როგორც თქვენ იცით, მაგრამ მისი გრავიტაცია უკვე იწყებს გარშემო არსებული მატერიის დისკის შეკუმშვას. თქვენ გრძნობთ ბრუნვის წარმოუდგენელ ძალას. ამ პროტოპლანეტურ დისკში არსებული მასალა ეჯახება, ერთმანეთზე ეკვრის და ქმნის პაწაწინა, ტვრიან გროვებს. ეს არის აკრეციის პროცესი, ნელი, მაგრამ დაუნდობელი კონსტრუქცია. გრძნობთ, თუ როგორ ეჯახებიან და ერთმანეთზე ეკვრის ეს გროვები, ქვიშის მარცვლის, შემდეგ კენჭის, შემდეგ კი რიყის მარცვლის ზომის ემორჩილებიან გრავიტაციის კანონებს. ეს თოვლის ბურთის შექმნას ჰგავს, მაგრამ პლანეტარული მასშტაბით. თქვენ უყურებთ, თუ როგორ ქმნის მილიონობით წლის განმავლობაში ეს შეჯახებები ასტეროიდის ზომის სხეულებს, რომლებსაც ჩვენ პლანეტას ზომებს ვუწოდებთ. მალე ისინი კიდევ უფრო დიდები ხდებიან მთვარის ან თუნდაც მარსის ზომის. ეს იყო პლანეტების ჩანასახები. ჩვენი დედამიწა, რომელზეც ახლად გახართ, თუმცა ის ჯერ დედამიწა არ არის, ჩამოყალიბდა ზონაში, სადაც დომინირებს მყარი სილიკატური ქანებისა და ლითონების შემცველი. თქვენ გრძნობთ, რომ პლანეტა იზრდება, უფრო და უფრო მეტ მასალას იზიდავს. თითოეული დარტყმა გამოყოფს უზარმაზარ რაოდენობას კინეტიკური ენერგიისა, რომელიც მყისიერად გარდაიქმნება სითბოდ. იგრძენით, როგორ იზრდება ეს სითბო. პლანეტის გარე ფენები წითლად გაცხელდება, დნება. შიგნით კი კიდევ უფრო დრამატული პროცესი ხდება, გრავიტაციული დიფერენციაცია. უფრო მძიმე ელემენტები, როგორიცაა რკინა და ნიკელი, კოლოსალური წნევისა და ტემპერატურის გავლენით იწყებენ ჩაძირვას, სილიკატური მანტიის გავლით ცენტრისკენ გაჟონვას. ეს პროცესი, ნელი, გეოლოგიური დუღილის მსგავსი, ქმნის ჩვენი პლანეტის რკინის ბირთვს. ეს მომენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ბირთვში გამდნარი რკინის მოძრაობა შექმნის მაგნიტურ ველს მილიონობით წლის განმავლობაში, რომელიც დაიცავს მომავალ სიცოცხლეს მზის რადიაციისგან. ამჟამად თქვენ მაგმის ოკეანის ზედაპირზე ხართ. ეს არ არის წყალი, არამედ გამდნარი ქანების ოკეანე, ცეცხლოვანი წითელი და ნარინჯისფერი, რომელიც ჰორიზონტამდეა გადაჭიმული. ეს ფენა შეიძლება ასობით კილომეტრის სისქის იყოს. თქვენ არ შეგიძლიათ სუნთქვა, რადგან ჰაერი თუ საერთოდ არის მხოლოდ აორთქლებული ქანების, მეტალის ორთქლისა და გაზების ღრუბელია. და პირველყოფილი ქაოსის ეს პერიოდი არა მხოლოდ მშენებლობაა, არამედ მძვინვარე წმენდაც. თქვენ გესმით ღრიალი, რომელიც არასდროს წყდება. ეს არის გვიანი აკრეცია ფაზა, როდესაც დარჩენილი დიდი ობიექტები აგრძელებენ ახალგაზრდა დედამიწასთან შეჯახებას. თითოეული დარტყმა არის სინათლის ციმციმი, მატერიის გამოყოფა კოსმოსში და სითბოს ახალი მარაგი. შეამოწმეთ ვულკანური აირები, რომლებიც გამოდიან ამ მაგმის ოკეანიდან. დედამიწა, რომელიც უკვე თითქმის ჩამოყალიბებულია, სუნთქავს. მაგრამ ეს სუნთქვა ტოქსიკურია. ნახშირორჟანგი, წყალბადის სულფიდი, წყლის ორთქლი, აზოტი. ეს არის პირველყოფილი ატმოსფეროს სქელი, გაუმჭვირვალე და არ შეუძლია სიცოცხლის შენარჩუნება, როგორც თქვენ იცით. ის მოქმედებს როგორც თერმული საბანი, იჭერს სითბოს შიგნით.
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ჯოჯოხეთია. და მართლაც ასეა. ეს არის სამყარო მშვიდობის გარეშე. მაგრამ ამ ქაოსში რაღაც წარმოუდგენლად მოწესრიგებული იმალება, გეოლოგიური ციკლების დასაწყისი. ცხვარი ორთქლის მეშვეობითაც კი შეგიძლიათ იგრძნოთ, თუ როგორ იწყებს ეს სისტემა, პიკურ ტემპერატურას მიღწევის შემდეგ, ნელ-ნელა გაგრილებას. ზედაპირი, რომელიც ცივი სივრცის ზემოქმედების ქვეშაა, იწყებს კრისტალიზაციას, ქმნის თხელ, მყიფე, მაგრამ მყარ ქერქს. წარმოიდგინეთ, რომ ყინულზე დადიხართ, რომელიც გამუდმებით იბზარება და იშლება. ეს ქერქი ერთი ფილა არ არის, ის გამუდმებით იშლება. მანტიიდან გამდნარი მასალა ათასობით ვულკანური ნაპრალიდან და გეიზერიდან ამოიფრქვევა, შემდეგ ცივდება და ქერქში ხელახლა ინტეგრირდება. და აქ, ამ ცეცხლოვან ლანდშაფტში, დაპირება დევს. ვულკანების მიერ გამოყოფილი წყლის ორთქლი კონდენსირდება. ის ჯერ კიდევ ვერ დალექავს, რადგან ატმოსფერო ძალიან ცხელია. ის რჩება ღრუბლების სქელ, გაუვალ ფენად, რომელიც თავის დროს ელოდება. ის მთელ პლანეტას გიგანტურ ორთქლის ქვაბს ჰგავს. თავს ისე გრძნობთ, თითქოს არა მხოლოდ ისტორიაში, არამედ პრეისტორიაში ხართ, თავში, სადაც არ არის სინათლე, არც წყალი და რა თქმა უნდა, არც სიცოცხლე. მხოლოდ ქვა, ცეცხლი და ორთქლია. მაგრამ სწორედ აქ, ამ პირველყოფილ ქაოსში, ყველა ელემენტია თავმოყრილი. ისინი ელოდებიან ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, იმას, რაც სამუდამოდ შეცვლის ჩვენი პლანეტის კურსს, საბოლოო, წარმოუდგენლად ძლიერ დარტყმას წყლის ეპოქის გარიჟრაჟამდე. გრძნობთ, როგორ ეცემა ტემპერატურა, თუმცა ამას მილიონობით წელი სჭირდება. თხელი მუდმივად ეროზირებადი ქერქი, რომელზეც იდექით, ახლა იწყებს გასქელებას. ყველაზე დრამატული მოვლენა, რომელიც პირველყოფილ ქაოსს სიცოცხლის წყლების ეპოქისგან ყოფს, პირდაპირ თავზე ხდება. გახურებული წყლის ორთქლის ფენა, რომელიც ატმოსფეროში იყო ჩამოკიდებული, საბოლოოდ აღწევს იმ წერტილს, სადაც მისი კონდენსაცია შესაძლებელია. იგრძენით, როგორ ხდება ეს. ეს პროცესი ნელ-ნელა იწყება, მკვრივი, ბნელი ღრუბლების წარმოქმნით, რომლებიც მთელ პლანეტას ფარავს და თითქმის ყველა სინათლეს ბლოკავს. და შემდეგ იწყება წვიმა. მაგრამ ეს არ არის ის მსუბუქი, გამაგრილებელი წვიმა, რომელიც იცით. ეს არის ატმოსფერული კატაკლიზმი. ეს არის კოკისპირული წვიმა, რომელიც განუწყვეტლივ ცვივა, შესაძლოა მილიონობით წლის განმავლობაში. წყალი, რომელიც აორთქლდა პლანეტის ბირთვიდან და ბოლო დაბომბვის დროს ყინულოვანი კომეტების მიერ იქნა გადატანილი, ახლა ბრუნდება. იგრძენით ამ ნაკადის ძალა. ის ეცემა გამდნარ ქერქს და წარმოქმნის გეოლოგიურ ორთქლს. თითოეული წვეთი, რომელიც ცხელ ზედაპირს ხვდება, ისიერად ორთქლდება, მაგრამ მოჰყვება კიდევ ერთი და კიდევ ერთი. ეს წყლის გახურებულ ქვაბში ჩასხმას ჰგავს და ეს პროცესი უსასრულოდ გრძელდება. მაგრამ თანდათანობით, ეტაპობრივად, წყალი გამარჯვებას იწყებს. სადაც ის ახალგაზრდა ქერქის ყველაზე ღრმა ჩაღრმავებებსა და ბზარებში გროვდება, ის იწყებს გაგრილებას და წყლის დონე იმატებს. თქვენ ხედავთ უზარმაზარ, უნაყოფო ლანდშაფტებს, როგორიცაა მარსის კანიონები, რომლებიც ქრება მღვრიე, ცხელი, მაგრამ თხევადი ელემენტის ქვეშ. ეს არის პირველი ოკეანეების დაბადება. მაგრამ ეს წყლები არ არის გამჭვირვალე და ლურჯი. ისინი სქელი, თბილი, თუნდაც ცხელია და წარმოუდგენელი ქიმიური აქტივობა აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ ამ ხსნარში ტივტივებთ. თქვენ აღუწერელ გემოს განიცდით, მარილიანი, მეტალის, გოგირდის. წყალი ახალგაზრდა ვულკანური ქერქიდან გამორეცხავს ყველა ხსნად მინერალს და გაჯერდება მარილებით, რკინით, სილიციუმით და ფოსფატებით. სწორედ გახსნილი რკინის სიუხვე აძლევს ამ ადრეულ ოკეანეებს მომწვანო ნარინჯისფერ ან ჟანგისფერ წითელ ფერს. თქვენ ზემოთ მკვრივი ტოქსიკური ადრეული ატმოსფეროა, ვულკანური გამონაბოლქვის და გრავიტაციის მიერ ხაფანგში მოქცეული აირების ნარჩენების შედეგი. დაივიწყეთ თავისუფალი ჟანგბადი. აქ არ არის. თქვენ გრძნობთ მეთანის, ამიაკის, წყალბადის ციანიდის და ნახშირორჟანგის უზარმაზარი რაოდენობით არსებობას. ეს იწვევს ატმოსფერულ კატაკლიზმებს და კლიმატურ ეფექტებს. პირველ რიგში ნახშირორჟანგის სიჭარბე ქმნის ძლიერ სათბურის ეფექტს.
სწორედ ეს აირი უშლის ხელს პლანეტის სრულ გაკინვას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადრეულ პერიოდში მზე 20-30-ით უფრო მკრთალი იყო, ვიდრე დღეს არის, ამას ეწოდება ახალგაზრდა მზის სუსტი პრობლემა. თქვენ გრძნობთ, რომ პლანეტა, მიუხედავად იმისა, რომ წყლით არის დაფარული, გაზების ეს საბანი თბილად ინარჩუნებს. მეორეც, თქვენ გრძნობთ ელექტრულ განმუხტვას. ატმოსფერო, რომელიც სავსეა გაზებითა და ორთქლით, მუდმივად ირყევა ურჩხული ჭექა ქუხილით. ელვის ეს ციმციმები უბრალოდ სანახაობაზე მეტია, ისინი ენერგიის პირველი წყაროებია, რომლებსაც შეუძლიათ სტაბილური გაზის მოლეკულების დაშლა და მათი ორგანულ მოლეკულებად შერწყმა. იგრძენით, როგორ იწყება ამ ცხელ, ქიმიურად მდიდარ ხსნარში ელვისა და ულტრაისფერი გამოსხივების ენერგიით, რომელიც ნაწილობრივ აღწევს მკრთალ ატმოსფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი არაორგანული ქიმია იწყებს ორგანული ქიმიის შექმნას. თქვენ ხედავთ, როგორ იწყებენ ნახშირბადის, წყალბადის, შანგბადის და აზოტის ატომების შეერთებას. ეს ხდება ნელა, დაუნდობლად, მილიარდობით პაწაწინა რეაქციის დროს მთელ ოკეანეში. ამ ბულიონში, რომელსაც ჩვენ პირველ ყოფილწვნიანს ვუწოდებთ, იწყება შემდეგი ნივთიერებების წარმოქმნა: ამინომჟავები, ცილების საშენი ბლოკები, აზოტოვანი ფუძეები, გენეტიკური კოდის მდარ მასოები, შაქრები და ლიპიდები, სტრუქტურული და ენერგეტიკული კომპონენტები. ეს მოლეკულები ორგანული ნივთიერებების გამო გაცილებით რთულია, ვიდრე მათი არაორგანული წინამორბედები. ისინი წარმოიქმნება, იხსნება და შემდეგ ხელახლა კომბინირდება უფრო გრძელ ჯაჭვებად. თითქოს ყველა ინგრედიენტი მდუღარე ქვაბში ჩააგდეთ და ყოველგვარი ჩარევის გარეშე ისინი იწყებენ მზა კერძად შეკრებას. თქვენი ყურადღება მიიპყრო იმ ადგილებმა, სადაც ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიურია: ჰიდროთერმული ხვრელები. თქვენ ჩაყვინთავთ ოკეანის სიღრმეში, სრულ სიბნელეში, სადაც სინათლე არ არის. აქ, ფსკერზე, გრძნობთ გოგირდითა და ლითონებით გაჯერებული გადახურებული წყლის ნაკადებს, რომლებიც ამოიფრქვევა ქერქის ბზარებიდან. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ადგილები იდეალურ მიკრორეაქტორებად და კატალიზატორებად მოქმედებენ, რომლებიც იცავენ მყიფე მოლეკულებს ზედაპირის დამანგრეველი ულტრაისფერი გამოსხივებისგან და აკონცენტრირებენ მათ ფოროვან სტრუქტურებში. ჩვენ არსებობის ნაპერწკლის ზღურბლზე ვდგავართ. წყალი არსებობს, ენერგია არსებობს, ორგანული საშენი ბლოკების სიცოცხლის მოლეკულები დაგროვებას იწყებენ. რჩება მხოლოდ ის, რომ ეს საშენი ბლოკები თვითორგანიზდნენ თვითრეპლიკაციის უნარში. ეს იქნება სამყაროს ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე მშვიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა. ჩვენ პირველ ყოფილი წვნიანის გულში ვართ, სადაც ცხელი, მინერალებით მდიდარი წყლები ტრილიონობით ორგანულ მოლეკულას შეიცავს. გრძნობთ, რომ თქვენს გარშემო არა მხოლოდ წყალია, არამედ ნამდვილი ქიმიური ხსნარი, რომელიც წესრიგს ეძებს. იგრძენით დაძაბულობა, მატერია მზადაა სიცოცხლედ იქცეს. და ასე, სადღაც, ამ მდუღარე ალქიმიაში, ხდება არსებობის ნაპერწკალი. ეს არ არის ციმციმი, არამედ წარმოუდგენლად ნელი, სტატისტიკურად წარმოუდგენელი, მაგრამ გარდაუვალი პროცესი, რომელსაც აბიოგენეზს ვუწოდებთ სიცოცხლის დაბადება არაცოცხალი მატერიიდან. ჩვენ ვუბრუნდებით სწორედ ამ საშენ მასალას, ამინომჟავებს და ნუკლეოტიდებს. დააკვირდით ნუკლეოტიდებს. ეს მოლეკულები, რომლებიც შედგება შაქრის, ფოსფატის და აზოტოვანი ფუძესგან, იწყებენ ერთმანეთთან დაკავშირებას და ქმნიან გრძელ, ძაფისებრ ჯაჭვებს პოლიმერებს. ეს შემთხვევით არ ხდება. მინერალურ ზედაპირებზე, როგორიცაა თიხა ან პირიტი, მოლეკულები ერთმანეთს ეკვრიან და ეს ზედაპირები მოქმედებენ როგორც შაბლონები, რომლებიც ეხმარება მათ გასწორებას და შერწყმას. გარკვეულ მომენტში, ამ ჯაჭვებიდან ერთ-ერთმა სავარაუდოდ რიბონუკლეინის მჟავამ შეიძინა წარმოუდგენელი თვისება, თვითრეპლიკაციის უნარი. წარმოიდგინეთ, რომ ხელში ძალიან თხელი ლენტი გიჭირავთ. ეს ლენტი, რომელიც ხსნარში ტივტივებს, იწყებს თავისუფალი ნუკლეოტიდების მიზიდვას. ისინი ლენტის გასწვრივ წყდებიან კომპლემენტარობის წესების შესაბამისად და შემდეგ კატალიზატორების შესაძლოა ლითონის იონების ან თუნდაც თავად რმის, რომელიც ფერმენტის როლს ასრულებს გავლენით, ისინი ერწყმის ერთმანეთს და ქმნიან ორიგინალური ლენტის ახალ, სარკისებურ ასლს. ეს არის რეპროდუქციის პირველი აქტი. ეს არის მომენტი, როდესაც თანმიმდევრობაში შემავალი ინფორმაცია გადაეცემა მის შთამომავლობას.
სწორედ ეს თვისება განასხვავებს ცოცხალ არსებებს არაცოცხალებისგან. თქვენ უყურებთ, თუ როგორ იწყებენ ეს რნჯაჭვები evოლუციას. მათი კოპირება არ არის სრულყოფილი მუტაციები, შეცდომები თანმიმდევრობაში ყოველთვის ხდება. ამ მუტაციებიდან ზოგიერთი მავნე არ ნიშლება, ან მისი კოპირება შეუძლებელია, მაგრამ სხვები შეიძლება სასარგებლო იყოს. მაგალითად, მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი რნის, უფრო სწრაფად კოპირება. ცხელ წყალში უფრო სტაბილური იყოს. უფრო ეფექტური კატალიზატორის რიბოზიმის როლის შესრულება იწყება, რაც სხვა მოლეკულების დაკავშირებას ან თვითაღდგენას უწყობს ხელს. ეს მოლეკულურ დონეზე ბუნებრივი გადარჩევაა. უფრო სწრაფად კოპირებული ჯაჭვები დომინირებენ გარემოზე და რეპლიკაციისთვის ყველა არსებულ ნუკლეოტიდს იყენებენ. მაგრამ რნის ჯაჭვების ეს სამყარო მკიფეა. მათ დაცვა და კონცენტრაცია სჭირდებათ. და აქ, როგორც უკვე ვნახეთ, ლიპიდები ერთვებიან. ისევ იგრძენით ეს ცხიმოვანი, ფენოვანი ხსნარი. ცხიმის მოლეკულები წყლის მოყვარული თავებით და წყალგაუმტარი კუდებით სპონტანურად იკრიბებიან სფეროებად პაწაცინა, მიკროსკოპულ ვეზიკულებად. ხედავთ, როგორ იჭერს ზოგიერთი ეს ვეზიკულა ფორმირებისას, შემთხვევით ერთ ან რამდენიმე წარმატებულ, თვითრეპლიკირებულ რნის ჯაჭვს საკუთარ თავში. ეს პროტოუჯრედის დაბადებაა. ეს აღარ არის მხოლოდ მოლეკულების ერთობლიობა, ეს არის სისტემა. ამ ლიპიდურ ბუშტში კონცენტრირებულია რნის ჯაჭვები და მათი კატალიზატორები. ისინი არ იკარგებიან უზარმაზარ ოკეანეში. მათი მუშაობა მილიონჯერ უფრო ეფექტური ხდება. ეს არის შიდა მოწესრიგებული სამყაროს პირველი გამოყოფა გარეგანი, ქაოტური სამყაროსგან. როდესაც ასეთი პროტოუჯრედი იზრდება, გარედან შთანთქავს ლიპიდებსა და ნუკლეოტიდებს, ის არასტაბილური ხდება და იყოფა ორშვილეულ ვეზიკულად. და თუ ორივე შვილეული ვეზიკულა მიიღებს რნის სამუშაო ასლს, ინფორმაცია და კონტეინერი ერთად გადადის. ეს სიცოცხლისთვის ფუნდამენტური გარღვევაა. იგრძენით მილიარდობით ეს ბუშტი, რომლებიც თქვენს გარშემო ტრიალებენ, თითოეული რესურსებისთვის იბრძვის. ეს არის პირველი ბიოლოგიური შეჯიბრი. პროტოუჯრედები, რომლებშიც მემბრანა ოდნავ უფრო მყარი იყო. რნ ოდნავ უფრო ეფექტური იყო კოპირებაში. ან რომელმაც ისწავლა მეტი საკვები ნივთიერების შეწოვა, ეს პროტოუჯრედები უფრო სწრაფად გამრავლდნენ. ისინი დომინირებდნენ თავიანთ მიკროგარემოს და ჩაანაცვლეს ნაკლებად წარმატებული სისტემები. ეს არ არის მხოლოდ ქიმია, ეს არის ბიოლოგიური ევოლუციის დასაწყისი. ამ ეტაპზე რნის სამყარო იწყებს ნელ გადასვლას უფრო რთულ ორგანიზაციაზე, რომელშიც ინფორმაციის შენახვის გარდა ასევე იწყებს ცილების სინთეზის წარმართვას ეფექტური, სპეციალიზებული ნანომანქანები, რომლებიც ჩაანაცვლებენ რნს, როგორც პირველადი კატალიზატორი. სიცოცხლე, რომელიც დაიწყო როგორც მკიფე რნჯაჭვებია, ახლა უფრო სტაბილური და რთული ხდება მემბრანის დაცვისა და უფრო ძლიერი სამუშაო ინსტრუმენტების გაჩენის წყალობით. ჩვენ დავტოვეთ უსულო სამყარო და შევედით უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპრის ლუკ სამეფოში, რომელიც იყო ყველაზე წარმატებული პროტოუჯრედების პოპულაცია, რომელმაც გააერთიანა წარმოუდგენელი გამოგონებების მთელი ეს ნაკრები. წინგველის წარმოუდგენელი ნახტომი ამ პრიმიტიული ბუშტებიდან რთულ ბაქტერიებამდე, რომლებიც შეავსებენ მთელ პლანეტას. ჩვენ მილიარდობით წლის მოლეკულური ბრძოლა გავიარეთ და ახლა აღმოჩნდით სამყაროში, რომელსაც მთლიანად პროკარიოტების სიცოცხლის უძველესი და ყველაზე გავრცელებული ფორმები დომინირებენ. თქვენ ირგვლივ მიმოიხედავთ და მიუხედავად იმისა, რომ ოკეანე ჯერ კიდევ ცარიელი ჩანს, სინამდვილეში ის ტრილიონობით, კვადრილიონობით პაწაცინა ცოცხალი არსებითაა სავსე. ეს არის წყალქვეშა სამყარო, არქეანული ეპოქა დაახლოებით 4-დან 2 მაისი მილიარდ წლამდე. ეს ორგანიზმები ლუკა პოპულაციის პირდაპირ შთამომავლები არიან. მათ უკვე აითვისეს სამმაგიდნ ცილის სისტემა და თითოეული მათგანი წარმოუდგენლად ეფექტური, თუმცა მარტივი მემბრანით შემოსაზღვრული ორგანიზმია. მათ არ აქვთ ბირთვი, არც რთული ორგანელები, მაგრამ მათ გასაოცარი მეტაბოლური მრავალფეროვნება აქვთ. იგრძენით მათი ყველგან მყოფობა. თქვენ ხედავთ, როგორ ეკვრიან ისინი კლდეებს და ერთმანეთს, ქმნიან მოლეკულ, ჟელატინისებრ ბიოფილმებს. ისინი ყველა ნიშაში ცხოვრობდნენ,
ცხელი გეოთერმული სიღრმეებიდან დაწყებული ცივის ზედაპირთან ახლოს მდებარე წყლებით დამთავრებული. მათი მთავარი ფუნქცია თავისუფალი ჟანგბადის არარსებობის პირობებში გადარჩენაა. ატმოსფერო და ოკეანეები ანაერობული რჩება. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან იყვნენ ქიმიური გენიოსები. თქვენ აკვირდებით მათ და ხვდებით, რომ ისინი სიტყვასიტყვით იკვებებიან პლანეტით, ენერგიას არაორგანული ნაერთებიდან იღებენ. მეთანოგენები, ზოგი იყენებს წყალბადს და ნახშირორ ჟანგს, გამოყოფს მეთანს როგორც თანმდევ პროდუქტს. ხედავთ, როგორ ამოდის მეთანი სიღრმიდან. გოგირდის ბაქტერიები, სხვები ჟანგავენ გოგირდის ნაერთებს, როგორიცაა წყალბადის სულფიდი გაზი, რომელიც ტოქსიკურია თქვენთვის, მაგრამ საწვავია მათთვის. რკინის ბაქტერიები, სხვები კი წყალში გახსნილ რკინას ჟანგავენ და ტოვებენ ჟანგიან ნარჩენებს. ეს მეტაბოლური ციკლიც, სადაც ზოგიერთის ნარჩენები სხვების საკვებად გამოიყენება, პირველად ქმნის ჭეშმარიტად მდგრად ეკოსისტემას. მაგრამ ყველაზე მომაჯადოებელი რამ ხდება არაღრმა წყალში, სადაც მზის მკრთალი შუქი კვლავ აღწევს სქელ ატმოსფეროში. ხედავთ უცნაურ, კლდის მსგავს, ფენოვან სტრუქტურებს, რომლებიც პირდაპირ ზღვის ფსკერიდან იზრდება როგორც მარჯნები, მაგრამ ისინი ცოცხლები არიან. ესენი არიან სტრომატოლიტები, მიკრობული ხალიჩების მიერ შექმნილი ფენოვანი ქანები. მივახლოვდით. ხედავთ, რომ სტრომატოლიტის თითოეული ფენა შედგება ტრილიონობით ბაქტერიისგან, რომლებიც ცხოვრობენ, სუნთქავენ და მრავლდებიან, იჭერენ ნალექის ნაწილაკებს. ეს ორგანიზმები პლანეტის ნამდვილი ინჟინრები არიან. და ამ ხალიჩებში მოხდა უდიდესი ევოლუციური გარღვევა, ფოტოსინთეზის დაბადება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად ეს იყო ანოქსიგენური ფოტოსინთეზი, რომელიც იყენებდა გოგირდს და არ გამოყოფდა ჟანგბადს. მაგრამ შემდეგ ციანობაქტერიული შტოების ერთ-ერთში მოხდა მნიშვნელოვანი მუტაცია. ამ ორგანიზმებმა ისწავლეს პლანეტაზე ყველაზე ხელმისაწვდომი რესურსის წყლის გამოყენება ელექტრონების წყაროდ შაქრის შესაქმნელად. ამას ჟანგბადის ფოტოსინთეზი ეწოდება. იგრძენით, როგორ იწყებს ზედაპირთან ახლოს მდებარე ამ ფენაში, სადაც სინათლე ყველაზე ინტენსიურია, მილიარდობით ციანობაქტერია თავის ჩუმ, მაგრამ დაუნდობელ მუშაობას. ისინი შთანთქავენ ნახშირორ ჟანგს წყლიდან და იყენებენ სინათლის ენერგიას საკვები ნივთიერებების შესაქმნელად, გამოყოფენ ჟანგბადს, როგორც თანმდევ პროდუქტს. ეს ჟანგბადი ჯერ არ აღწევს ატმოსფეროში. თქვენ ხედავთ, როგორ რეაგირებს ის მყისიერად ოკეანეში გახსნილი რკინის უზარმაზარ რაოდენობასთან. ჟანგბადი ჟანგავს რკინას, გარდაქმნის მას ხსნადი ფორმიდან შეჩერებულ, უხსნად ჟანგად, რომელიც ზღვის ფსკერზე ილექება. ეს იწვევს სოლიანი რკინის წარმონაქმნების წარმოქმნას რკინის მადნის კოლოსალურ საბადოებს, რომლებიც გეოლოგიურ ჩანაწერებში ჩანს, როგორც წითელი და ნაცრისფერი ქანების ფენები, რომლებიც მთელ პლანეტას მოიცავს. წარმოიდგინეთ, როგორ დაიხარჯა მილიარდობით ტონა ჟანგბადი ოკეანიდან რკინის ამ გაწმენდაზე. ეს პროცესი ასობით მილიონი წელი გაგრძელდა და ის ერთგვარი დამცავი სარქველის როლს ასრულებდა. სანამ მთელი ოკეანე გახსნილი რკინისგან არ გაიწმინდებოდა, ჟანგბადი ატმოსფეროში ვერ შედიოდა. მაგრამ ერთ დღეს ოკეანის რკინა საბოლოოდ ამოიწურა. შემდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, ჟანგბადის ბუშტები ოკეანიდან შეუჩერებლად ამოიზარდა და ატმოსფეროში გაფრინდა. ეს იყო დედამიწის ისტორიაში ყველაზე ნელი, მაგრამ ყველაზე რადიკალური კატაკლიზმი. არქეული პერიოდის უძველესი წყლიანი სამყარო დასრულდა და დაიწყო ახალი, ძალადობრივი ერა. ჩაისუნთქეთ. თუ ამ სამყაროზე დგომა და სუნთქვა შეგეძლოთ, ატმოსფეროს ცვლილებას იგრძნობდით. მილიონობით ციანობაქტერიის მიერ გამოყოფილი ჟანგბადი აღარ არის შეკავშირებული ოკეანეებში გახსნილ რკინასთან. ის ამოდის მეთანისა და ნახშირორ ჟანგის ტოქსიკური საბნის გავლით იჟღინთება და ჰაერში გროვდება. ეს არის ჟანგბადის კატასტროფის ან როგორც მას ასევე უწოდებენ, დიდი დაჟანგვის მოვლენის დასაწყისი. თქვენ გრძნობთ, თუ როგორ იყო ეს პროცესი, რომელიც ჩვენთვის სიცოცხლის წყაროა, იმ დროს ორგანიზმების დიდი უმრავლესობისთვის სასიკვდილო შხამი. არქეებში თითქმის მთელი სიცოცხლე ანაერობული იყო, ის ჟანგბადის სრული არარსებობის პირობებში განვითარდა და ამ ორგანიზმებისთვის ჟანგბადი იყო ძლიერ ტოქსიკური, მემბრანისა და დმის დამაზიანებელი რადიკალი. უყურეთ დრამის განვითარებას.
მილიარდობით ანაერობული ბაქტერია და არქეა, რომლებიც დომინირებდნენ პლანეტაზე, ახლა საფრთხის ქვეშაა. მათთვის ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივი გადაშენება. სიცოცხლე, რომელიც თავისით შეიქმნა, ახლა საკუთარ თავს ანადგურებდა. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გარემოს დაცვითი კრიზისი, ეს იყო გლობალური კლიმატური კატაკლიზმი. ატმოსფეროში ჟანგბადის დაგროვებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია, რომელმაც მკვეთრად შეცვალა კლიმატი. იგრძენით ატმოსფეროს ცვლილება. ჟანგბადი რეაგირებს მეთანთან ძლიერ სათბურის გაზთან, რომელიც მანამდე პლანეტაზე სითბოს ინარჩუნებდა, გახსოვდეთ, მზებნელოდა. როდესაც სხვა ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი მეთანი ჟანგბადს ერწყმის, ის ნაკლებად ეფექტურ სათბურის გაზად ნახშირორ ჟანგად და წყლად გარდაიქმნება. შედეგად სათბურის ეფექტი მკვეთრად სუსტდება. პლანეტა, რომელიც აქამდე თბილი იყო მეთანის საბნის წყალობით, მოულოდნელად იწყებს გაგრილებას. თქვენ გრძნობთ ამ კოსმოსურ სიცივეს. ეს იწვევს დედამიწის ისტორიაში პირველ გლობალურ გამყინვარებას მოვლენას, რომელსაც ზოგჯერ თოვლის გუნდას უწოდებენ, თუმცა პირველი სრული გამყინვარება მოგვიანებით მოხდა. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი გაგრილების მოვლენის დასაწყისს აღნიშნავს. შეხედეთ ოკეანეების ზედაპირს, ისინი იწყებენ გაყინვას. მყინვარები ეკვატორისკენ სრიალებს და პლანეტის დიდი ნაწილი ყინულისა და თოვლის სქელი ქერქით იფარება. ეს მოვლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ სიცოცხლის უმეტესი ნაწილი გაანადგურა, მაგრამ ასევე სტიმულირება გაუწია გადარჩენილთა ევოლუციას. როგორ გადაურჩა სიცოცხლე ამ კატასტროფას? თავშესაფარი, ანაერობები მთლიანად არ გამქრალა. ხედავთ, როგორ იხევენ ისინი უჟანგბადო ნიშებში, ოკეანის სიღრმეებში და ნალექ ქანებში, მიწისქვეშა წყლებსა და ტალახის საბადოებში, სადაც ჟანგბადს შეღწევა არ შეეძლო. ისინი იქ დღემდე რჩებიან. ადაპტაცია, ზოგიერთ პროკარიოტულ შტოსგან უვითარდა მუტაციები, რამაც მათ არა მხოლოდ ჟანგბადის ატანა, არამედ მისი გამოყენებაც საშუალება მისცა. განიცადეთ ეს გარღვევა, მათ შეიმუშავეს ანტიოქსიდანტური ფერმენტები ტოქსიკური რადიკალების გასანეიტრალებლად და, რაც მთავარია, ისწავლეს ჟანგბადის გამოყენება მეტაბოლიზმში. ჟანგბადი, რომელიც ოდესღაც შხამი იყო, ახლა სუპერსაწვავი გახდა. თქვენ უყურებთ ამ ახალ ორგანიზმებს, რომლებიც იყენებენ ჟანგბადით სუნთქვას აერობული მეტაბოლიზმი. ძველ ანაერობულ მეტაბოლიზმთან შედარებით, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობით ენერგიას გამოიმუშავებდა, აერობული სუნთქვა ენერგიის აფეთქებაა. შაქრის დასაწვავად ჟანგბადის გამოყენებით, ამ ახალ ბაქტერიებს შეეძლოთ იმავე რაოდენობის საკვებიდან 18-ჯერ მეტი ენერგიის ამოღება. წარმოიდგინეთ ველოსიპედით სეირნობა, ანაერობები და ახლა რეაქტიული თვითმფრინავით ფრენა აერობები. ეს ზედმეტი ენერგია ევოლუციის შემდეგი დიდი ნაბიჯის გასაღები გახდა. სიცოცხლეს ახლა თითქმის ამოუწურავი ენერგიის წყარო აქვს. მას შეუძლია კომპლექსური იყოს. ეს დიდი დაჟანგვის მოვლენა ასობით მილიონი წლის განმავლობაში გაგრძელდა და მთლიანად შეცვალა დედამიწა. მან შექმნა ოზონის ფენა ჟანგბადისგან შემდგარი, რომელმაც დაიწყო ზედაპირის დაცვა ულტრაისფერი გამოსხივებისგან და სიცოცხლე აიძულა კომპლექსურობისკენ განვითარებულიყო. ჩვენ ვტოვებთ სიმარტივის ეპოქას. ეპოქა, როდესაც სიცოცხლე მხოლოდ ერთუჯრედიანი ანაერობული პროკარიოტებისგან შედგებოდა, წარსულს ჩაბარდა. მომავალი მილიარდობით წელი მათ ეკუთვნით, ვინც ისწავლა ჟანგბადის გამოყენება და უპირველეს ყოვლისა ეუკარიოტებს, პირველ კომპლექსურ უჯრედებს, რომლებიც ახლა იწყებენ გამოჩენას ჰორიზონტზე. ჩვენ დავტოვეთ ჟანგბადით გამოწვეული კატასტროფების ეპოქა და შევდივართ სირთულის სამყაროში. თქვენ გრძნობთ, რომ სიცოცხლისთვის ხელმისაწვდომი ენერგია აღარ არის მხოლოდ პატარა ნაკადი, არამედ ძლიერი სრული ნაკადი, რომელიც აერობული მეტაბოლიზმით იკვებება. ეს ჭარბი ენერგია გახდა ძალა, რომელმაც პროკარიოტებს საშუალება მისცა, გაეკეთებინათ წარმოუდგენელი ეუკარიოტული ნახტომი. იგრძენით, როგორ იცვლება ყველაფერი. ამ მომენტამდე ყველა სიცოცხლე წარმოდგენილი იყო პროკარიოტებით მარტივი უჯრედებით ბირთვის და შიდა მემბრანასთან შეკრული ორგანელების გარეშე. ახლა სადღაც ოკეანეში, პროტეროზოული ეპოქის დროს დაახლოებით 2 მაისი მილიარდიდან 541 მილიონ წლამდე, ჩნდება ეუკარიოტი რთული უჯრედი, რომელიც მოიცავს ბალახის ყველა ღეროს, ყველა სოკოს და თქვენს.
ეს გადასვლა იმდენად რთული იყო, რომ სავარაუდოდ დედამიწის მთელ ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა. შეხედეთ ამ პიონერულ უჯრედს. ის გაცილებით დიდია, ვიდრე მისი პროკარიოტული მეზობლები. ჭარბი ენერგია საშუალებას აძლევდა მას ზომაში გაზრდილიყო, მაგრამ ასევე შექმნა ლოგისტიკური პრობლემა. თუ უჯრედი დიდია, დიფუზია მოლეკულების პასიური მოძრაობა ძალიან ნელი ხდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად უჯრედმა დაიწყო შიდა მემბრანული სტრუქტურების განვითარება. თქვენ ხედავთ, თუ როგორ იწყებს მისი გარეთა მემბრანა, რომელიც პროტოუჯრედების დროიდან გვახსოვს შიგნით ჩაძირვას, არხებისა და ვეზიკულების შიდა ქსელის ფორმირებას. ეს ჩაძირვები გარს აკრავს ტლმს, გენეტიკურ მასალას ციტოპლაზმის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფს. ამრიგად იბადება ბირთვი ინფორმაციის ძირითადი საცავი, დაცული ქაოსისგან. მაგრამ ყველაზე დრამატული მოვლენა, რომელმაც ეუკარიოტი გახადა ის, რაც არის, არა ბირთვის შექმნა, არამედ ენდოსიმბიოზის შიგნით სიცოცხლე. წარმოიდგინეთ, როგორ ხდება ეს დიდი ეუკარიოტული უჯრედი, ალბათ პრიმიტიული არქეა მტაცებელი. ის იყენებს თავის მოქნილ მემბრანას სხვა, უფრო პატარა პროკარიოტული უჯრედების ჩასაკლაპავად ფაგოციტოზი. ეს იყო მისი კვების მეთოდი. ახლა განვიხილოთ ჩაძირვის ერთი კონკრეტული აქტი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია. უჯრედი შთანთქავს აერობულ ბაქტერიას, რომელმაც ოსტატურად გამოიყენა ჟანგბადი ატფის წარმოსაქმნელად. მისი მონელების ნაცვლად უჯრედი მასთან შეთანხმებას დებს. იგრძენით ეს თანამშრომლობა. დიდი უჯრედი სტაბილურ გარემოში თავშესაფარს და საკვებს ორგანულ მოლეკულებს სთავაზობს, ბაქტერია კი, თავის მხრივ ჟანგბადის სუნთქვის გზით უზარმაზარ ენერგიას გამოიმუშავებს თავისი მასპინძლისთვის. ეს შთანთქული ბაქტერია მიტოქონდრიად იქცევა უჯრედის ელექტროსადგურად. ეს წარმოუდგენელი ნახტომია ეფექტურობის მხრივ. უჯრედი უსაზღვრო ენერგიას იძენს, ბაქტერია კი უსაფრთხოებას. ისინი წყვეტენ ორ ცალკეულ ორგანიზმს და ერთიან სისტემად იქცევიან. და ეს სიმბიოზის ერთადერთი აქტი არ არის. თქვენ უყურებთ, თუ როგორ განიცდის ამ ახალი ეუკარიოტების ერთ-ერთი შტო, რომელსაც უკვე ჰქონდა მიტოქონდრია, კიდევ ერთ შთანთქმას. ამჯერად ეს არის ციანობაქტერია, ისეთი, რომელსაც შეუძლია ჟანგბადის ფოტოსინთეზის შესრულება. ისევ და ისევ მონელების ნაცვლად, თანამშრომლობა. ციანობაქტერიები უჯრედის ნაწილი გახდომის შემდეგ ქლოროპლასტად გარდაიქმნებიან. ახლა თქვენ ხედავთ პირველი მცენარეების ერთუჯრედიანი წყალმცენარეების გამოჩენის პროცესს. ეს ეუკარიოტები, რომლებსაც აქვთ როგორც მიტოქონდრია სიბნელეში ენერგიისთვის, ასევე ქლოროპლასტები სინათლეში საკვებისთვის ორმაგ უპირატესობას იძენენ. მათ შეუძლიათ იცხოვრონ ნებისმიერ ადგილას, აწარმოონ საკუთარი საკვები და ეფექტურად გამოიყენონ იგი. იგრძენით რა მოხდა, ბირთვმა უზრუნველყო სტაბილურობა და დიდი გენომის შენახვის შესაძლებლობა. მიტოქონდრიამ უზრუნველყო დიდი ზომისა და სირთულის შესანარჩუნებლად საჭირო ენერგია. ქლოროპლასტებმა უზრუნველყო აუტოტროფია თვითგმარობა. ეუკარიოტების გაჩენასთან ერთად სიცოცხლის მასშტაბები შეიცვალა. უჯრედებს ახლა შეეძლოთ სპეციალიზებული ფუნქციების შესრულება, მათი შინაგანი ორგანიზაცია საშუალებას აძლევდა, რომ ბევრად უფრო ინტელექტუალური ყოფილიყვნენ და გარემოზე გაცილებით რთული გზით რეაგირებდნენ. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი მრავალუჯრედიანობისკენ. ეუკარიოტებმა არ ჩაანაცვლეს პროკარიოტები. ისინი თან არსებობენ. პროკარიოტებმა დარჩნენ პლანეტის მმართველები რაოდენობის თვალსაზრისით, მაგრამ ეუკარიოტებმა დაიკავეს სირთულის ნიშა. ისინი იყვნენ პირველები, ვინც დიფერენციაციის ფუფუნება შესთავაზეს. შეხედეთ ამ ერთუჯრედიან ეუკარიოტებს. ისინი უკვე შთამბეჭდავად გამოიყურებიან, ზოგიერთს მოძრაობისთვის შოლტები აქვს, ზოგს კი მყარი გარსი. ისინი უკვე გაცილებით უფრო ახლოს არიან წყალმცენარეებთან ან ამებებთან, როგორც იცით. თუმცა ეს მხოლოდ მომზადებაა. მალე ეს უჯრედები გადაწყვეტენ, რომ ერთად მუშაობა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე მარტო მუშაობა. ამ უძველეს ოკეანეში, რომელიც დასახლებულია რთული ერთუჯრედიანი ეუკარიოტებით, ახალი გარღვევა მწიფდება. იგრძენით, როგორ მთავრდება მილიარდობით წლის ინდივიდუალიზმი, კონკურენცია და მარტოხელა ნავიგაცია.
ახლა ცხოვრება აღმოაჩენს, რომ ერთად მუშაობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მარტო მუშაობა. ჩვენ შევდივართ მრავალუჯრედიანობის ეპოქაში. წარმოიდგინეთ ერთუჯრედიანი წყალმცენარეების კოლონია. ისინი იყოფიან, მაგრამ არ იფანტებიან. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულები რჩებიან და ქმნიან კლასტერებს. თავდაპირველად ეს მხოლოდ შემთხვევითი აგრეგაციებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სავალდებულო თანამშრომლობად იქცევა. გამოსცადეთ თანამშრომლობის წარმოუდგენელი უპირატესობა, ზომა და დაცვა, გუნდურად გაერთიანებით ორგანიზმები უფრო დიდები ხდებიან. უძველეს ოკეანეში დიდი ყოფნა ნიშნავს დაცვას ჭამისგან. თუ მხოლოდ ერთი უჯრედი ხარ, ადვილი მსხვერპლი ხარ. თუ ათასობით უჯრედისგან შემდგარი ბურთი ხარ, ძალიან მოუხერხებელი ხდები შესაჩმელად. სპეციალიზაცია, რაც მთავარია, უჯრედებს შეუძლიათ დაიწყონ პასუხისმგებლობების გაზიარება. ამას დიფერენციაცია ეწოდება. შეხედეთ, ზედაპირზე არსებული ზოგიერთი უჯრედი იღებს დაცვისა და კვების სინათლის შთანთქმის ფუნქციებს, ხოლო შიგნით მდებარე სხვა უჯრედები მრავლდებიან და ინახავენ საკვებს. ეს ორგანოს დაბადებაა. ერთი და იგივე გენომის მქონე უჯრედები იწყებენ გენების სხვადასხვა ნაკრების ექსპრესირებას და სხვადასხვა დავალებების შესრულებას. თქვენ უყურებთ, თუ როგორ იწყებენ ეს პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც ზღვის ფსკერზე მიმაგრებულ ღრუბლოვან ხალიჩებს ან უძველესი ვოლოქსის წყალმცენარეების მსგავსად მცურავ ღრუსფეროებს აყვავებას. ისინი აჩვენებენ სინერგიის სარგებელს, სადაც მთლიანობა მისი ნაწილების ჯამზე მეტია. მაგრამ გზაზე რამდენიმე ევოლუციური ბარიერი იყო. მათ შორის მთავარი იყო ალტრუიზმი. რატომ უნდა დახარჯოს უჯრედმა ენერგია სხვა უჯრედის დასახმარებლად საკუთარი თავის გამრავლების ნაცვლად? პასუხი გენეტიკურ ნათესაობაშია. რადგან პრიმიტიული მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ყველა უჯრედი ერთი მშობელი უჯრედიდან წარმოიშვა, ისინი გენეტიკურად იდენტურია. სიკვდილით ან დაცვაში სპეციალიზაციით ზედაპირული უჯრედი უზრუნველყოფს მისი ზუსტი ასლების ანუ კოლონიაში არსებული უჯრედების გადარჩენას და გამრავლებას. ეს პრინციპი არის ყველა იმ ბიოლოგიური სირთულის საფუძველი, რომელსაც თქვენს გარშემო ხედავთ. ახლა ჩვენ დროში კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ და შევდივართ იმ პერიოდში, რომელიც დღემდე იწვევს დებატებს კრიოგენულ პერიოდს დაახლოებით 726-625 მილიონი წლის წინ. ეს არის თოვლის ბურთისებრი დედამიწის ეპოქა, როდესაც პლანეტა შესაძლოა მთლიანად დაფარული იყო ყინულით პოლუსიდან პოლუსამდე. თქვენ გრძნობთ წარმოუდგენელ სიცივეს. ეკვატორზეც კი ყინული შეიძლება კილომეტრების სისქის იყოს. როგორ გადარჩა სიცოცხლე? მან თავშესაფარი იპოვა ჰიდროთერმულ ხვრელებში ან ყინულის შიგნით არსებულ მიკრობზარებში, სადაც თხევადი წყალი კვლავ რჩებოდა, ან წყლის თხელ მზისგან განათებულ ზოლებში, რომლებიც შესაძლოა არსებობდა ეკვატორთან ახლოს. ეს მოვლენა სასტიკი, მაგრამ აუცილებელი. როდესაც დედამიწა საბოლოოდ გადნა სავარაუდოდ ვულკანური ნახშირორჟანგის დაგროვების გამო, რამაც კვლავ შექმნა ძლიერი სათბურის ეფექტი, გამოიყო საკვები ნივთიერებების უზარმაზარი მარაგი ფოსფორი, რკინა, რომლებიც ყინულში იყო ჩარჩენილი. საკვები ნივთიერებების ამ გამოყოფამ ოკეანეში ევოლუციის შემდეგი ეტაპი გამოიწვია. თოვლის ბურთისებრი დედამიწის მოვლენისთანავე დაიწყო ედიაკარული პერიოდი 625-541 მილიონი წლის წინ. პირველად გეოლოგიურ ჩანაწერებში გამოჩნდა დიდი რთული მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანდა, თუმცა მათ არ ჰქონდათ მყარი ჩონჩხები. შეხედეთ ამ არსებებს. ისინი ჰგვანან რბილ ხალიჩებს, ნაქსოვლეიბებს, ბუმბულისებრ ფოთლებს ან მრგვალ დისკებს. მათი ზომა 1 მეტრამდეა, მაგრამ მათ არ აქვთ პირი, ანუსი, კუნთები და ნერვული სისტემა. ესენი არიან ედიაკარული ბიოტა წარმოუდგენლად იდუმალი არსებები. სავარაუდოდ ისინი უბრალოდ იწოვდნენ საკვებ ნივთიერებებს მიმდებარე წყლიდან ან ცხოვრობდნენ სიმბიოზურად ფოტოსინთეზურ მიკრობებთან. მათი ცხოვრების წესი პასიური და მშვიდი იყო. ეს იყო სამყარო მტაცებლების გარეშე და არ იყო საჭირო სწრაფი მოძრაობა ან დაცვა. თქვენ გრძნობთ ამ სიმშვიდეს. მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. ეს მშვიდი, შთამთქმელი სიცოცხლე მხოლოდ პრელუდია იყო.
ჟანგბადის დაგროვებამ და საკვები ნივთიერებების გამოყოფამ გამყინვარების შემდეგ შექმნა პირობები, რომლებშიც სიცოცხლე შეიძლებოდა გამხდარიყო აგრესიული, მობილური და ჩონჩხიანი. ჩვენ ვდგავართ კამბრიული აფეთქების სურვილზე, მოვლენა, რომელიც სამუდამოდ დაასრულებს ედიაკარას რბილ, პასიურ სამყაროს და საფუძველს ჩაუყრის დღეს არსებული ცხოველური სიცოცხლის ყველა ფორმას. მრავალუჯრედიანობამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა, ახლა მან უნდა დაამტკიცოს თავისი გამძლეობა. ედიაკარას ნაზი, პასიური სამყარო დასასრულს უახლოვდება. თქვენ გრძნობთ დაძაბულობის ზრდას უძველეს ოკეანეში, თითქოს ქარიშხლის წინ. ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ სიცოცხლეს აღარ შეუძლია იყოს ნელი და დაუცველი. იწყება შეიარაღების რბოლა, რომელიც სამუდამოდ შეცვლის პლანეტის სახეს და გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების ყველაზე სწრაფ გაჩენას კამბრიულ აფეთქებას დაახლოებით 541 მილიონი წლის წინ. შეხედეთ ამ სასწაულს. შედარებით მოკლე გეოლოგიურ პერიოდში სულ რაღაც ათობით მილიონი წლის განმავლობაში თითქმის ყველა ძირითადი ცხოველური ტიპი, რომელიც დღეს არსებობს, მოულოდნელად გამოჩნდა ოკეანეში. ქორდები, ჩვენი წინაპრები, ფეხსახსრიანები, მოლუსკები, ექინოდერმები და მრავალი სხვა. რამ გამოიწვია ეს აფეთქებითი ზრდა? ეს არ იყო ერთჯერადი მოვლენა, არამედ ფაქტორების სრულყოფილი შერწყმა, ჟანგბადის მაღალი დონე, ჟანგბადის დაგროვებამ ოკეანის ღრმა წყლებში ხელი შეუწყო ენერგომოხმარებითი პროცესების განვითარებას. მოძრაობა, ხოხვა, ხრა და ნადირობა გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე საკვების პასიურად შეწოვა. ჟანგბადით სუნთქვამ ეს შესაძლებელი გახადა. გენეტიკური მზაობა, ეუკარიოტებს მათი რთული გენომისა და ბირთვის წყალობით უკვე ჰქონდათ გენების მზა ნაკრები ჰაც-გენები, რომლებსაც შეეძლოთ რთული სხეულის გეგმების განსაზღვრა. ეს გენები უბრალოდ ელოდებოდნენ შესაბამის გარემო სტიმულს ჩასართავად. ეკოლოგიური აუცილებლობა, შეიარაღების რბოლა, ეს ყველაზე დრამატული ფაქტორია. მტაცებლები პირველად ჩნდებიან. თქვენ ხედავთ მას, არქეოპსისი თავისი ძლიერი პირით და გნაცოიდი თავისი მყარი ფირფიტებით. მტაცებლებისგან დასაცავად მინერალიზაცია წარმოიქმნება. რბილი სხეულიანი ედიაკარული ორგანიზმები ქრება, რაც ადგილს უთმობს მათ, ვისაც შეუძლია შექმნას მყარი ჩონჩხები, ნიჟარები და კარაპაკები კალციუმის კარბონატისგან ან კალციუმის ფოსფატისგან, რომელიც ახლა უხვად არის წყალში. იგრძენით ეს სასტიკი შერჩევის პროცესი. ჩონჩხი არ არის მხოლოდ დაცვა, ეს არის კუნთების საყრდენი წერტილი. მყარი ნიჟარით ცხოველებს შეუძლიათ უფრო სწრაფად და უფრო დიდი მიზნით გადაადგილება. ჩაყვინთეთ ლეგენდარულ ბურგესის ფიქალში გეოლოგიურ ფანჯარაში ამ სამყაროსკენ. თქვენ ხედავთ ფორმების წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას, რომელთაგან ბევრი სრულიად უცხო ჩანს, მაგრამ ყველა მათგანი ჩვენთვის ნაცნობ ტიპებს მიეკუთვნება. აქ ცურავს ანომალო კარისი, გიგანტური 1 მეტრამდე მტაცებელი უზარმაზარი თვალებით, მიმზიდველი დანამატებით და ანანასის ნაჭრის მსგავსი პირით. ის იყო კამბრიული ზღვების ბატონ პატრონი. აქ დაცურავს ტრილობიტი, პალეოზოური ზღვების ყველაზე წარმატებული ბინადარი, დაცული სეგმენტირებული ნიჟარით. და აქ, რაც ჩვენთვის მთავარია, პირველად პრიმიტიული ქორდატები ორგანიზმები მოქნილიში და ღეროთინოტოქორდი, რომელიც ზურგზე გადის, როგორიცაა პიკაია. ესენი არიან ჩვენი უძველესი ცნობილი წინაპრები, რომლებმაც აირჩიეს შიდა ჩონჩხის გზა, ართროპოდების გარეგანი ჯავშნის ნაცვლად. კამბრიული აფეთქება არ არის მხოლოდ ახალი სახეობების გაჩენა, ეს არის ქცევის გაჩენა. თქვენ აკვირდებით, თუ როგორ ცხოველები იწყებენ ზღვის ფსკერზე ბურუსების თხრას მტაცებლებისგან დასამალად. ეს ბიოტურბაცია ანალექის შერევა, რომელიც პირველად აღწევს ზღვის ფსკერში ღრმად. ჩნდება რთული ხედვა. დიდი რთული თვალების მქონე მტაცებლების გამოჩენა აიძულებს მსხვერპლს გახდეს უფრო ფრთხილი და მოქნილი. ცხოველები ჯერ აქტიურ ცურვას და შეტევას ეუფლებიან. კამბრიულ პერიოდში საბოლოოდ დამკვიდრდა ცხოველთა ცხოვრების წესი, რომელიც დაფუძნებულია მოძრაობაზე, მზა ორგანული ნივთიერებების მოხმარებაზე, ჰეტეროტროფია და რთულ ნერვულ სისტემაზე. სამყარო სამუდამოდ გახდა მონადირისა და მსხვერპლის სამყარო. კამბრიული დივერსიფიკაციის შემდეგ იწყება ორდოვიციანი პერიოდი. სიცოცხლე აგრძელებს აყვავებას ოკეანეებში.
ჩნდებიან პირველი თევზები პრიმიტიული ხრტილოვანი ჩონჩხებით, ასევე გიგანტური ცეფალოპოდები ნაუტილოიდები, რომლებიც ხდებიან ახალი პიკური მტაცებლები, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე მეტრამდე სიგრძის გაზრდა. მაგრამ ახლა ეს სამყარო წყლის სამყაროა. ხმელეთი რჩება შიშველი, უნაყოფო და ექვემდებარება მკაცრი ულტრაისფერი გამოსხივების ზემოქმედებას მიუხედავად იმისა, რომ ოზონის შრეყა ლიბდება, ზედაპირზე პირობები ჯერ კიდევ არ არის შესაფერისი სიცოცხლისთვის. ერთადერთი ორგანიზმები, რომლებიც შეიძლება ფარავდნენ ნესტიან ქანებს, არის ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები და ლიქენები. თუმცა იგივე ორგანიზმები, რომლებმაც ჩონჩხის აშენება ისწავლეს, საბოლოოდ გააჩენენ მათ, ვინც პირველად გაბედავს თავისი წყლის აკმის დატოვებას. ჩვენ ვტოვებთ კამბრიული და ორდოვიციული ოკეანეების ხალხმრავალ წყლებს, სადაც ტრილობიტები, ცეფალოპოდები და პირველი თევზები დომინირებენ. ყველა რთული სიცოცხლე წყალშია კონცენტრირებული და გრძნობთ, რომ თქვენს ზემოთ ხმელეთზე სრულიად განსხვავებული, მტრული სამყაროა. არ არის ხეები, არც ბალახია, არც ნიადაგი, მხოლოდ შიშველი ქანებია, რომლებიც ქარის, წვიმის და რაც მთავარია, ულტრაისფერი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ არიან. მაგრამ აქაც კი, წყალსა და კლდეს შორის საზღვარზე, სიცოცხლე უკვე გაბატონებულია. ხედავთ თხელ მოლიპულ ფენებს, ესენი არიან ციანობაქტერიები და პრიმიტიული ლიქენები, პირველები, რომლებიც წყლიდან ამოდიან და ნესტიან ქანებს ფარავენ. ისინი პიონერები იყვნენ, რომლებსაც შეეძლოთ დეჰიდრატაციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ფოტოსინთეზის საშუალებით საკვების წარმოება. ეს არის ხმელეთზე გადასვლა სიცოცხლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და დრამატული გადასვლა, რომელიც თანდათანობით მოხდა სილურიულ და დევონურ პერიოდებში დაახლოებით 453–349 მილიონი წლის წინ. ამ გადასვლის განსახორციელებლად ორგანიზმებს ხმელეთის სამი ფუნდამენტური პრობლემის გადაჭრა მოუწიათ: დაცვა გამოშრობისგან, როგორ ინარჩუნებთ წყალს თქვენს სხეულში? გრავიტაცია, როგორ იზრდება წყლის მხარდაჭერის გარეშე? გამრავლება, როგორ უზრუნველყოთ გამეტების გაერთიანება თხევადი საშუალების გარეშე? მცენარეები პირველ რიგში ჩნდებიან. თქვენ ხედავთ პირველი ხავსის მსგავსი, პრიმიტიული მცენარეების გამოჩენა სანაპირო ჭაობებში. მათ ჯერ არ აქვთ ნამდვილი ფესვები ან ფოთლები, მაგრამ ისინი ავითარებენ კუტიკულას ზედაპირზე ცვილისებრ, წყალგაუმტარ ფენას, რომელიც ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. იგრძენით ლანდშაფტის ცვლილება. მცენარეების დახვეწასთან ერთად ისინი ავითარებენ სისხლძარღვთა სისტემას, ქსილემა და ფლოემა წყლისა და საკვები ნივთიერებების ზემოთ გადასატანად, გრავიტაციის საწინააღმდეგოდ და ლიგნინს, მყარ პოლიმერს, რომელიც უზრუნველყოფს მათი ღეროების სტრუქტურულ საყრდენს. მცენარეები იწყებენ ზრდას. ამ პირველი ნამდვილი ტყეების გაჩენას მაშინაც კი, თუ ისინი შედგება უცნაური, დაბალი მზარდი სპორების შემცველი მცენარეებისგან უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამან გამოიწვია ნიადაგის წარმოქმნა. როდესაც მცენარეები კვდებოდნენ, მათ დატოვეს ორგანული ნივთიერება, რომელიც მინერალებთან შერევისას ქმნიდა ნაყოფიერ ნიადაგის ფენას, რომელსაც შეეძლო წყლის შენარჩუნება, რითაც გზა გაუხსნა სხვა უფრო რთულ სიცოცხლის ფორმებს. მაგრამ მცენარეებს ამის გაკეთება მარტო არ შეეძლოთ. განიცადეთ სოკოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. თქვენ ხედავთ, თუ როგორ ამყარებენ სოკოები სიმბიოზურ ურთიერთობებს მცენარის ფესვებთან მიკორიზა. სოკოები, რომლებიც ფლობენ ძლიერ ფერმენტებს, შლიან ნიადაგში არსებულ მინერალებს და მცენარეებს გადასცემენ ძნელად მოსაპოვებელ ფოსფორს და აზოტს, სანაცვლოდ კი იღებენ ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილ შაქარს. ეს სიმბიოზი გადამწყვეტი იყო მიწის კოლონიზაციისთვის. როგორც კი მცენარეებმა შექმნეს ჰაბიტატი, პირველმა ცხოველებმა დაიწყეს ხმელეთზე დაცოცვა. პირველები იყვნენ ართროპოდები, არაქნიდები, ორმოცფეხები და შესაძლოა პრიმიტიული მწერები. თქვენ ხედავთ, თუ როგორ გადაჭრეს მათ გამოშრობის პრობლემა ეგზოსკელეტონით ქიტინისგან დამზადებული მყარი, წყალგაუმტარი გარსით. ის ასევე უზრუნველყოფს მათ გრავიტაციის საწინააღმდეგო საყრდენს. მათ შეუძლიათ სუნთქვა ტრაქეით და არა ლაყუჩებით. მაგრამ ყველაზე დრამატული არის ხერხემლიანთა გამოსვლა. ჩვენი წინაპრები, თევზები, წყალთან იყვნენ მიჯაჭვულები. შეხედეთ დევონური პერიოდის სანაპირო წყლებს. ცხოვრება გამომშრალ, თბილ, არაღრმა ჭაობებში მკაცრი იყო.
ხორციანი, ძლიერი ფარფლების მქონე თევზებს, როგორიცაა წიბოფარფლიანი თევზები, უპირატესობა ჰქონდათ. მათ შეეძლოთ ტალახიდან გამოძრომა უფრო ღრმა წყალში ჩასასვლელად ან საკვების საძებნელად ცოცვა. თქვენ უყურებთ ორგანიზმს, რომელსაც ჩვენ ტიქტაალიქს ვუწოდებთ. ეს გარდამავალი ფორმაა. მას აქვს ქერცლი, ფარფლები და ლაყუჩები თევზის მსგავსად, ასევე ბრტყელი თავის ქალა და, რაც მთავარია, ფარფლებში ძვლები, რომლებიც უკვე მხრებს, იდაყვებს და მაჯებს წააგავს. მას შეეძლო სხეულის წინა ნახევრის აწევა ამ პრიმიტიული მკლავების გამოყენებით. მილიონობით წლის შემდეგ ამ ფორმებმა წარმოშვა პირველი ტეტრაპოდები ოთხფეხა ცხოველები, როგორიცაა აკანთოსტეგა ან იქთიოსტეგა. თქვენ ხედავთ, როგორ ცოცავენ ისინი პირველად ნაპირზე. მათ უკვე აქვთ კიდურები თითებით, მაგრამ ისინი მაინც ამფიბიები არიან სიტყვის სრული გაგებით. ისინი წყალთან ახლოს უნდა ცხოვრობდნენ, რადგან მათი კანი სუნთქვისთვის ტენიანი უნდა დარჩეს და, რაც მთავარია, მათ კვერცხებს არ აქვთ ნაჭუჭი და წყალში უნდა დადონ. თევზებიდან ამფიბიებამდე ეს რთული გზა ხმელეთზე ცხოვრებისთვის კი არა, არაღრმა წყლებში გადარჩენისთვის, ერთი გუბიდან მეორეში ცოცვისთვის ან მტაცებლებისგან თავის დასახტევად იყო განკუთვნილი. მაგრამ როგორც კი ევოლუციამ ეს დანამატები შეიძინა, უკან დახევა ვეღარ შეძლო. ხმელეთზე სიცოცხლე შესაძლებელი გახდა. პირველი ამფიბიები წყლის პირას დავტოვეთ, ტენიანობაზე მიბმულები, რათა მათი კვერცხები არ გამოშრეს. თუმცა მცენარეების მიერ შექმნილი ხმელეთზე სიცოცხლე ახლად წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს დაუსახლებელ ნიშებს და მცენარეული საკვების სიუხვეს. გრძნობთ, რომ პლანეტა ახალ ფუფუნების ეპოქაში შედის კარბონულ პერიოდში 359,299 მილიონი წლის წინ. ეს გიგანტური მწერების და პირველი ტყეების სამყაროა. მიმოიხედეთ ირგვლივ. ლანდშაფტი სრულიად ამოუცნობია. ეს არ არის კლდოვანი სანაპიროები, არამედ უზარმაზარი, დაბლობი ჭაობები, რომლებიც დაფარულია აყვავებული, ხშირი ტყეებით. მაგრამ ეს არ არის ის ხეები, რომლებიც იცით. ეს ტყეები შედგება უცნაური, ქერცლიანი კლუბური ხავსებისგან ლეპიდოდენდრონები, ხის ცხენის კუდები და გიგანტური გვიმრებისგან. ისინი არ ყვავიან და არც თესლს იძლევიან, მაგრამ მათი გვირგვინები ათობით მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული. შეიგრძენით ნესტიანი, თბილი, დამპალი ჰაერის სურნელი, რომელიც გაჟღენთილია ალპობის ფოთლების სურნელით. ეს ჭაობები იმდენად ფართო იყო და დაშლა იმდენად ნელა ხდებოდა, რადგან სოკოებსა და ბაქტერიებს ჯერ არ ჰქონდათ ლიგნინის ეფექტურად დამუშავება, რომ მკვდარი მცენარეულობა ფენებად გროვდებოდა. ეს თქვენი ეპოქის მომავალი ნახშირია. მაგრამ ის, რაც ამ პერიოდს ნამდვილად უნიკალურს ხდის, ატმოსფეროა. ფოტოსინთეზური ტყეების წარმოუდგენელი გავრცელების წყალობით, რომლებიც შთანთქავდნენ ნახშირორ ჟანგს და გამოყოფდნენ ჟანგბადს, ატმოსფერული ჟანგბადის დონემ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, შესაძლოა 35-მდეც კი თქვენს სამყაროში ეს 21-ია. სწორედ ამ ჭარბმა ჟანგბადმა განაპირობა გიგანტური ფეხსახსრიანების ევოლუცია. თქვენ ხედავთ მას, გვიმრის ბუჩქნარში დაცოცავს მეგანევრა, გიგანტური ჭრიჭინა, რომლის ფრთების შლილის 75 სანტიმეტრამდეა. თქვენ ხედავთ ართროპლეურას, მანქანის ზომის მრავალფეხას, რომელიც ტყის ფსკერზე დაცოცავს. რატომ გახდნენ ისინი ასე დიდები? მწერებსა და ობობებს ფილტვები არ აქვთ, ისინი სუნთქავენ ტრაქეით მილების სისტემით, რომლებიც ჟანგბადს პირდაპირ ქსოვილებს აწვდიან. ამ სისტემის ეფექტურობა შეზღუდულია დიფუზიით. მაგრამ როდესაც ჟანგბადი უხვადაა, ის ადვილად აღწევს ორგანიზმში ღრმად, რაც ამ უხერხემლოებს საშუალებას აძლევს რეკორდულ ზომებს მიაღწიონ. ამ სამყაროში თავს ჯუჯად გრძნობთ. ამასობაში, ამფიბიები, ჩვენი ოთხფეხა წინაპრები, აგრძელებენ ევოლუციას, მაგრამ ისინი კვლავ წყლის პრობლემის წინაშე დგანან. მათ გამრავლებისთვის მასში დაბრუნება სჭირდებათ. მაგრამ ამავე პერიოდში, კარბონულ პერიოდში, კიდევ ერთი დიდი ევოლუციური გარღვევა ხდება, რომელმაც საბოლოოდ გაათავისუფლა ხერხემლიანები მათი წყლის საქმისგან, ამნიონური კვერცხუჯრედის დაბადება. წარმოიდგინეთ, როგორ განვითარდა ამფიბიების ერთი ხაზი, რომელსაც ახლა ადრეულ ქვეწარმავლებს ვუწოდებთ მყარი ან ტყავისებრი ნაჩუჩით და, რაც მთავარია, შიდა მემბრანით ამნიონი, რომელიც ემბრიონს გარს აკრავს, რითაც ქმნის საკუთარ მინიატურულ წყლის ტბას. შეხედეთ ამ კვერცხს.
ეს ბრწყინვალე გამოგონებაა. ის შეიცავს წყლის პარკს ამნიონი გამოშრობისგან დასაცავად, ყვითრის პარკს კვებისთვის, ალანტოის ნარჩენების შესაგროვებლად, მყარ ან ტყავისებრ ნაჭუჭს დაცვისა და გაზების გაცვლისთვის. ყველაფერი, რაც სიცოცხლისთვის არის საჭირო, ახლა შიგნითაა. ეს ნიშნავს, რომ ქვეწარმავლებს შეუძლიათ წყლისგან შორს გამრავლება. ქვეწარმავლების დაბადებით მთელი უზარმაზარი მშრალი ხმელეთის ლანდშაფტი ხერხემლიანებისთვის იხსნება. ქვეწარმავლები თავიანთი მშრალი, ქერცლიანი კანით, რომელიც იცავს მათ გამოშრობისა და შინაგანი განაყოფიერებისგან, ხდებიან პირველი ჭეშმარიტად ხმელეთის ხერხემლიანები. ამ გადასვლას გრძნობთ. ახლა ისინი არა მხოლოდ ხმელეთზე გადარჩებიან, არამედ დომინირებენ. თუმცა ეს მდიდრული კარბონული პერიოდი, თავისი გიგანტური მწერებითა და ტყეებით, სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა. კლიმატი იცვლება, უფრო მშრალი და ცივი ხდება. უზარმაზარი ჭაობები უკან იხევს. და როდესაც სამყარო შრება, წყალთან დაკავშირებული ამფიბიები კარგავენ უპირატესობას და ქვეწარმავლები, რომლებსაც შეუძლიათ უდაბნოს პირობებში ცხოვრება და გამრავლება, იწყებენ გავრცელებას და ხმელეთს ცენტრალურ ადგილს იკავებენ. იწყება მზადება დედამიწის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ეპოქისთვის. ჩვენი მოგზაურობა კარბონული პერიოდის დასასრულს მიგვიყვანა, როდესაც ქვეწარმავლებმა დომინირების გასაღები ამნიონური კვერცხუჯრედი ახლახან მოიპოვეს. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორ შრება კლიმატი და უზარმაზარი ჭაობები, რომლებშიც მომავალი ნახშირი დაგროვდა, ადგილს არიდულ, უსასრულო სივრცეებს უთმობს. ეს არის პერმული პერიოდის 299-242 მილიონი წლის წინ და შემდგომი ტრიასული პერიოდის ქვეწარმავლების ეპოქის დასაწყისის დრო. თუმცა სანამ ქვეწარმავლები სრულად აყვავდებოდნენ, მოხდა პლანეტის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა პერმულ-ტრიასული გადაშენების მოვლენა. იგრძენით საშინელება. დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ, ციმბირში ციმბირული ხაფანგები მასიურმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით სათბურის გაზები გამოყო, რამაც გლობალური დათბობა და ოკეანის მჟავიანობა გამოიწვია. შეხედეთ ირგვლივ. ყველა ზღვის სახეობის 96-მდე და ხმელეთის ხერხემლიანთა სახეობების 70-მდე დაიღუპა. ეს იყო აპოკალიფსი, რომელმაც თითქმის გაანადგურა სიცოცხლე. მაგრამ სიცოცხლე ყოველთვის პოულობს გზას. ამ დიდი გადაშენების შემდეგ სამყარო გაიწმინდა. ეკოლოგიური ნიშები ცარიელი იყო. სწორედ ქვეწარმავლები მშრალ კლიმატთან ადაპტაციის წყალობით იყვნენ ისინი, ვინც საუკეთესოდ იყვნენ განლაგებულნი ამ ცარიელი ადგილების დასაკავებლად. ჩვენ შევდივართ მეზოზოურ ეპოქაში, ქვეწარმავლების ეპოქაში, რომელსაც ხშირად პრეისტორიული ტიტანების ეპოქას უწოდებენ. ტრიასული პერიოდის დასაწყისში 252-201 მილიონი წლის წინ ქვეწარმავლები დივერსიფიკაციას განიცდიდნენ. თქვენ ხედავთ, თუ როგორ გამოიხო პრიმიტიული წინაპრებიდან სამი ძირითადი შტო, ზღვის ქვეწარმავლები, მათი შთამომავლები ოკეანეში დაბრუნდნენ და იქთიოზავრები და პლეზიოზავრები გახდნენ. ფრინავი ქვეწარმავლები, გამოჩნდნენ პტეროზავრები, პირველი ხერხემლიანები, რომლებმაც აქტიური ფრენა აითვისეს. დინოზავრები, ყველაზე წარმატებული და დომინანტი ჯგუფი. იგრძენით ლანდშაფტის ცვლილება. ამ დროს არსებობდა ერთი სუპერკონტინენტი, პანგეა. ჩრდილოეთ ამერიკიდან აფრიკამდე ფეხით გავლა შეგეძლოთ ოკეანის გადაკვეთის გარეშე. პანგეას შიდა ნაწილი ძალიან მშრალი და სეზონური იყო. ტრიასულ პერიოდში გამოჩნდნენ პირველი დინოზავრები. ისინი არ იყვნენ გიგანტები, როგორც შეიძლება წარმოიდგინოთ. პირველი დინოზავრები შედარებით პატარა, მოქნილი, ორფეხა მტაცებლები იყვნენ, რომლებიც სხვა დიდ ქვეწარმავლებთან ერთად თან არსებობდნენ. მაგრამ მათ ერთი მთავარი ევოლუციური უპირატესობა ჰქონდათ, მათი პოზიცია. შეხედეთ ადრეულ ქვეწარმავლებს, მათი კიდურები განლაგებულია მათი სხეულის გვერდებზე, რაც აიძულებს მათ ხოხვას ანსვლას. შეხედეთ დინოზავრს, მისი კიდურები განლაგებულია უშუალოდ მისი სხეულის ქვეშ. ეს საშუალებას აძლევს მათ გაცილებით ეფექტურად ირბინონ, მოიპოვონ გამძლეობა და გაუძლონ წონას, რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო გიგანტური ზომების მისაღწევად.
იურული პერიოდისთვის 201,145 მილიონი წლის წინ დინოზავრები დომინანტურ ძალად იქცნენ. კლიმატი უფრო ნოტიო ხდება, პანგეა ნელ-ნელა იწყებს დაშლას და ეს ხელს უწყობს შემდგომ დივერსიფიკაციას. თქვენ დგახართ ხვლიკების ქვეყნის შუაგულში. გესმით მძიმე, რიტმული ბაკუნი. მიწა კანკალებს. ესენი არიან საუროპოდები, ბალახის მჭამელი გიგანტები, გრძელი კისრითა და კუდებით, როგორიცაა ბრაქიოზავრი ან დიპლოდოკი. იგრძენით მათი კოლოსალური ზომა. ისინი იმდენად დიდები იყვნენ, რომ მათი შინაგანი ფიზიოლოგია შესაძლოა სიცოცხლისადმი სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვდა, შესაძლოა შინაგანი თბილსისხლიანობის ენდოთერმიის ჩათვლით, ასეთი მასის შესანარჩუნებლად. ამ გიგანტების ჩრდილში იმალებიან თეროპოდები ორფეხა, მტაცებელი დინოზავრები, პატარა, ბუმბულიანი მტაცებლებიდან დიდებულ ალოზავრებამდე. ბალახის მჭამელებსა და მტაცებლებს შორის შეიარაღების რბოლა გრძელდება. საუროპოდები სულ უფრო დიდდებიან, რათა თავიდან აიცილონ მსხვერპლად გახვდომა, ხოლო თეროპოდები სულ უფრო სწრაფად და ჭკვიანურად იზრდებიან მათზე ნადირობისთვის. ამ ბრწყინვალების ფონზე, ტყის ფსკერზე დაკარგულნი არიან ძუძუმწოვრებიც. შეხედეთ, ეს პაწაწინა, ჭკუას მსგავსი არსება. ეს პირველი ძუძუმწოვარია. ის ტრიასულ პერიოდში გამოჩნდა, მაგრამ სანამ დინოზავრები დომინირებდნენ, ის იძულებული გახდა დარჩენილიყო პატარა, ღამის და მწერების მჭამელი. მისი მთავარი უპირატესობა. ძუძუმწოვრებმა განავითარეს უფრო ეფექტური თერმორეგულაცია თბილსისხლიანობა და სარძევე ჯირკვლები თავიანთი ნაშიერების გამოსაკვებად. ისინი კვერცხებს არ დებენ, არამედ შინაგანად ატარებენ თავიანთ ნაშიერებს, რაც მათ უპირატესობას აძლევს შთამომავლობის მოვლასა და გადარჩენაში, თუმცა ეს მეტ ენერგიას მოითხოვს. ეს დინოზავრების სამყარო იყო, მაგრამ ისინი ერთადერთ მოთამაშეებს არ წარმოადგენდნენ. ისინი უბრალოდ ყველაზე თვალსაჩინოები იყვნენ. პატარა, შეუმჩნეველი ძუძუმწოვრები, რომლებიც ბუნაგებში იმალებოდნენ და შებინდებისას ნადირობდნენ, ცხოვრების სარეზერვო გეგმას წარმოადგენდნენ. ისინი დროს ელოდნენ. ჩვენ მეზოზოური ერის დასასრულს, ცარცულ პერიოდში 145-66 მილიონი წლის წინ ვართ. ეს დინოზავრების მეფობის პიკია. ისინი იკავებენ ყველა ეკოლოგიურ ნიშას ხმელეთზე, ჰაერში და ირიბად, ზღვებში, სადაც მათი შორეული ნათესავები, ზღვის ქვეწარმავლები დომინირებდნენ. ეს იყო სამყაროს სავსე დიდებული, მაგრამ ნელა განვითარებადი სიცოცხლის ფორმებით. შეხედეთ ირგვლივ. ხედავთ ტყეებს, მაგრამ ისინი აღარ ჰგვანან კარბონული პერიოდის გვიმრის ჭაობებს. აქ დომინანტური მცენარეებია ანგიოსპერმები, რომლებიც პირველად ამ პერიოდში გამოჩნდნენ და სწრაფად გავრცელდნენ. ეს იყო დედამიწაზე მრავალფეროვნების მეორე, ჩუმი აფეთქება. იგრძენით სურნელი. პლანეტის ისტორიაში პირველად ყვავილები ყვავის. ეს რევოლუციაა, რადგან მან შექმნა სიმბიოზური ურთიერთობები მწერებთან დამტვერვისთვის, რამაც მცენარეთა გამრავლება წარმოუდგენლად ეფექტური გახადა. ყვავილოვანი მცენარეები სწრაფად ანაცვლებენ უფრო პრიმიტიულ წიწვოვანებსა და ციკადებს. მცენარის ამ ყვავილობამ უხვიდა მრავალფეროვანი საკვები უზრუნველყო ბალახის მჭამელი დინოზავრებისთვის და, შესაბამისად, მტაცებლებისთვის. თქვენ ხვლიკების მიწაზე დგახართ მის საბოლოო ფაზაში. ისევ გესმით ეს საშიში ხმა. გიგანტური საუროპოდები კვლავ ძოვენ, მაგრამ ახალი ფორმები დომინირებენ. ცერატოპსიელები მაგალითად, ტრიცერატოპსი ბალახის მჭამელები რქებითა და წლოვანი ფრიალებით დაცვისთვის. ჰადროზავრები იხვის ნისკარტის მქონე დინოზავრები, ისინი ღეჩვის ოსტატები იყვნენ, ასობით კბილი ჰქონდათ, რაც მათ საშუალებას აძლევდა, მტკიცე ყვავილოვანი მცენარეებით ეკვებათ. მტაცებლის მწვერვალი ტირანოზავრ რექსი. იგრძენით მისი მასშტაბები, 12 მეტრის სიგრძის, 6 ტონა წონის ძვლების დამსხვრევის უნარის მქონე კბილებით. ეს იყო ხორცის მჭამელი ევოლუციის მწვერვალი. სანამ დინოზავრები ბატონობდნენ მიწაზე, ძუძუმწოვრები აგრძელებდნენ ჩრდილში ცხოვრებას. გახსოვთ ეს პატარა ღამის არსებები. ხედავთ, როგორ მირბიან ისინი გიგანტების ფეხებთან. მათი ევოლუცია შენელდა ქვეწარმავლების დომინირების გამო, მაგრამ ის პროგრესირებდა ინტელექტის გაუმჯობესებისკენ, სხეულის ზომასთან შედარებით უფრო დიდი ტვინი და თერმორეგულაციისკენ.
ისინი მზად იყვნენ დაცარიელებული ნიშების დასაკავებლად. და აი, ეპოქის დასასრული დგება. უცებ გრძნობთ, რომ სამყარო შენელდება. ეს არ არის ევოლუციური კატაკლიზმი, არამედ გეოლოგიური. დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ დინოზავრების ეს ბრწყინვალე სამყარო დედამიწის პირისპირ გადაშენდა. გრძნობთ შეჯახების მომენტს. კოსმოსიდან მომავალი უზარმაზარი ასტეროიდი დაახლოებით 10-15 დიამეტრის დედამიწას დაეჯახა იმ ადგილას, სადაც ახლა იუკატანის ნახევარკუნძულია მექსიკა. წარმოიდგინეთ, ისიერი შეჯახება. შეჯახების შედეგად გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც მილიარდობით ატომურ ბომბს ექვივალენტურია. ის ქმნის ჩიქსულუბის კრატერს. ხანძრის ქარიშხალი, მილიარდობით ტონა გამდნარი ქვა და ორთქლი იფრქვევა ატმოსფეროში, ბრუნდება დედამიწაზე, იწვევს გლობალურ ხანძრებს და მთელ მსოფლიოში ტყეებს ცეცხლს უკიდებს. შეჯახების ზამთარი, შეჯახებისა და ხანძრების შედეგად მტვერი, ჩვარტლი და გოგირდი სტრატოსფეროში ამოდის და მთლიანად ბლოკავს მზეს. გრძნობთ ტემპერატურის ვარდნას. მზის შუქი, მთელი კვებითი ჯაჭვის საფუძველი იქნება. ფოტოსინთეზი თვეებით, შესაძლოა წლებითაც კი ჩერდება. ეს ეკოსისტემის კოლაფსია. მცენარეები იღუპებიან, ბალახისმჭამელი დინოზავრები, რომლებიც მათით იკვებებოდნენ, შიმშილით იხოცებიან, რასაც მტაცებლებიც მოჰყვებიან. ეს უბრალოდ გადაშენება არ იყო, ეს იყო შერჩევითი გადაშენება. ყველა დინოზავრი გარდა იმათი, ვინც ფრინველები წარმოშვა გაქრა, ისევე როგორც დიდი ზღვის ქვეწარმავლებისა და პტეროზავრების უმეტესობა. ვინ გადარჩა? ისინი, ვისაც შეეძლო დეტრიტუსით დამპალი ორგანული ნივთიერებით ან თესლით კვება, რომლებიც დიდხანს ძლებს. ისინი, ვინც პატარები იყვნენ და შეეძლოთ ბუნაგებში დამალვა. ისინი, ვინც ცივსისხლიანი იყო, მაგალითად ამფიბიები, გველები და კვები და დიდი ხნის განმავლობაში შეეძლოთ საკვების გარეშე ცხოვრება. და, რა თქმა უნდა, ძუძუმწოვრები. ჭექა ქუხილის შემდეგ ღამის გადარჩენილი ძუძუმწოვრები აღმოჩნდნენ სამყაროში, სადაც მათი მთავარი კონკურენტები დინოზავრები გაქრნენ. უდაბნოს ნიშები, რომლებიც დინოზავრებს 160 მილიონი წლის განმავლობაში ეკავათ, მოულოდნელად დაცარიელდა. ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა ხერხემლიანთა ისტორიაში. ჩვენ კენოზოური ერის ზღურბლზე ვდგავართ ახალი ეპოქის, რომელიც დინოზავრების განადგურების კატასტროფისთანავე დაიწყო. გრძნობთ, როგორ იწმინდება თქვენს გარშემო ჰაერი ვულკანური მტვრისა და ჭვარტლისგან, მზე კვლავ ანათებს და პლანეტა იწყებს აღდგენას. ეს არის ძუძუმწოვრების ევოლუცია ჭექა ქუხილის შემდეგ ღამე. იგრძენით ეს წარმოუდგენელი სიჩქარე. სანამ დინოზავრები ბატონობდნენ, ძუძუმწოვრები პატარები და მცირერიცხოვანები რჩებოდნენ, მაგრამ მათი გადაშენების შემდეგ ევოლუციური ზეწოლა იკლებს. სულ რაღაც რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში ძუძუმწოვრები სწრაფად იწყებენ დივერსიფიკაციას, იიკავებენ ყველა თავისუფალ ეკოლოგიურ ნიშას. თქვენ უყურებთ, თუ როგორ იწყებენ ეს პატარა ჭკუა სუსტი არსებების ზომაში ზრდას. ისინი ეუფლებიან გადაადგილებისა და კვების ახალ რეჟიმებს. ზოგიერთი ბრუნდება წყალში და ხდება ვეშაპებისა და დელფინების წინაპრები. ზოგიერთი ეუფლება ჰაერს და ვითარდება ღამურებად. უმეტესობა რჩება ხმელეთზე და ხდება პირველი ჩლიქოსნები, მტაცებლები და მღრღნელები. შეხედეთ მათ უპირატესობებს, სწორედ იმ თვისებებს, რომლებმაც მათ გადაშენების გადარჩენის საშუალება მისცა და ახლა უზრუნველყოფენ მათ წარმატებას. თბილსისხლიანობა ენდოთერმია, მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ სხეულის მუდმივი ტემპერატურა გარემოს მიუხედავად, რაც მათ საშუალებას აძლევს ღამით ნადირობდნენ ან გადარჩნენ ცივ პირობებში. სიცოცხლის უნარიანობა და მშობლების მზრუნველობა, ნაშიერების რძით კვება და მშობლების ხანგრძლივი მზრუნველობა იწვევს დაჩქარებულ სწავლას და უფრო დიდ ტვინს. ძუძუმწოვრები არა მხოლოდ გადარჩებიან, ისინი სწავლობენ. კენოზოური ეპოქის ლანდშაფტი სულ უფრო ნაცნობი ხდება. კლიმატის ცვლილებასთან და გაგრილებასთან ერთად, ტყეები ადგილს უთმობენ ბალახოვან ვაკეებს სავანებს. ბალახები, რომლებმაც ისწავლეს ცირიდან და არაცვერიდან, როგორც ფოთლები ზრდა, უძლებენ ძოვებას და ხანძარს, ქმნიან ახალ, მდიდარ, მაგრამ რთულ ჰაბიტატს. ხედავთ, როგორ ჩნდება ამ მკვრივ ტყეებში, შემდეგ კი სავანების კიდეებზე, ძუძუმწოვრების განსაკუთრებული ჯგუფი, პრიმატები.
თავიდან ისინი პატარები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხეებზე, იკვებებოდნენ ხილითა და მწერებით. იგრძენით მათი სისწრაფე. მათი ევოლუცია ფოკუსირებული იყო, სტერეოსკოპული მხედველობა, წინ მიმართული თვალები უზრუნველყოფს ტოტებს შორის ხტომისთვის აუცილებელ სამგანზომილებიან აღქმას. კიდურების დაჭერა, თითები ფრჩხილების ნაცვლად და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ცერა თითი იდეალურია ტოტებისა და საკვების დასაჭერად. დიდი ტვინი, სამგანზომილებიან სივრცეში ცხოვრება მოითხოვს ინფორმაციის დამუშავების რთულ და სოციალურ უნარებს. ეს არის კაცობრიობის პირველი ნაპერწკალი. ხეებზე სიცოცხლისთვის განვითარებული ეს თვისებები ჩვენი უნიკალური ევოლუციური გზის წინაპირობა გახდა. მილიარდობით წლების განმავლობაში ჩვენი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სანამ დასაძინებლად წავალთ, გავიხსენოთ ისინი, ვინც თავიდანვე გადარჩა. განვიხილოთ ცოცხალი ნამარხები, ისინი, ვინც გადაურჩა ყველა კატასტროფას, მათ შორის ასტეროიდის დარტყმას. თქვენ ხედავთ ნიანგებს, რომლებიც პრაქტიკულად უცვლელი დარჩნენ დინოზავრების ან კვების დროიდან, რომლებიც ტრიასული პერიოდიდან იცვამენ თავიანთ ნიჟარებს. თქვენ ხედავთ ნალისებ კიბორჩხალებს, რომლებიც ორდოვიციან პერიოდში ცხოვრობდნენ და ნაუტილუსებს, რომელთა ნათესავებიც ზღვებში თევზების გამოჩენამდე ბატონობდნენ. ეს არსებები გვახსენებენ სიცოცხლის მდგრადობას. ისინი აჩვენებენ, რომ ევოლუცია ყოველთვის არის სწრაფი სირთულის ან სიახლისკენ, ზოგჯერ ის უბრალოდ პოულობს იდეალურ გადაწყვეტას თავისი ნიშისთვის და ინარჩუნებს მას ასობით მილიონი წლის განმავლობაში. სწორედ ამ უძველესი მდგრადი ბიოლოგიური ქსოვილიდან, ამ უწყვეტი ძაფიდან, რომელიც არქეულ წვნიანში ერთი თვითრეპლიკაციის მქონე მოლეკულით დაიწყო, თქვენ კაცობრიობის გარიჟრაჟი აღმოჩნდით. ჩვენ ვართ უახლესი ევოლუციური ისტორიის მწვერვალი, რომელიც ჩამოყალიბდა მილიონობით წლის შემთხვევითობით, კატასტროფითა და თანამშრომლობით. ჩვენ არ ვართ ისტორიის დასასრული, არამედ მხოლოდ მისი საბოლოო, ყველაზე გააზრებული და თვითრეფლექსიური მომენტი. ახლა, როდესაც ჩვენი წარმოუდგენელი მოგზაურობა დასრულდა, მიეცით საშუალება ყველა ამ მღელვარესურ რაც ცეცხლო ან ქაოსს, თბილ, ბლანტ წვნიანს, ტირანოზავრების ღრიალსა და პირველი ძუძუმწოვრების სწრაფ სირბილს ნელ-ნელა გაქრეს სიბნელეში. იგრძენით თავი ამ გრძელი ისტორიის ნაწილად. თქვენ არა მხოლოდ დამკვირვებელი ხართ, არამედ 4,5 მილიარდი წლის კოსმიური ქიმიისა და ბიოლოგიური მდგრადობის კულმინაცია. თქვენი სხეულის ყველა უჯრედი შეიცავს იმავე უძველეს მიტოქონდრიებს, რომლებიც ოდესღაც ცალკეული ბაქტერიები იყო, ხოლო თქვენი გენეტიკური კოდი მის პირველი ჯაჭვების პირდაპირი, თუმცა უსასრულო დახვეწილი შთამომავალია. ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ. გააცნობიერეთ, რომ ამ დიდი თხრობის ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ წერტილში ხართ. თქვენ წევხართ პლანეტაზე, რომელიც უკვე გაცივდა და დამშვიდდა, დაცულია ოზონის შრით, რომელიც შექმნილია იმავე ციანობაქტერიების მიერ, რომლებიც არქეულ ოკეანეში ვნახეთ. მიეცით თქვენს კუნთებს საშუალება მოდუნდეს, მიხვეთ თქვენი სუნთქვის რიტმს. იგრძენით, როგორ ნელა უთმობს ადგილი სიმშვიდესა და სიწყნარეს. გრავიტაცია, რომელმაც ვარსკვლავები და პლანეტები ჩამოაყალიბა, ახლა ნაზად გიჭირავთ. არ არის საჭირო ჩქარობა. არ არის საჭირო ნერვიულობა. თქვენ სახლში ხართ სამყაროს უსაფრთხო, თბილ კუთხეში. უბრალოდ მიეცით ძილს საშუალება, მოგივიდეს, როგორც ნაზი, უძველესი ტალღა. თქვენ დაიმსახურეთ თქვენი დასვენება, მოგზაურო.